ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეც პრეზიდენტ ტრამპის თანაგუნდელი ჯო ვილსონი ბათუმელების დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვს. დასავლეთში სოლიდარობას ასევე უცხადებენ რესტორან ბაბილოსთან და ბათუმში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებსაც და რეჟიმს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. თათია წოწონავა გვეტყვის მეც როგორ ეხმაურებიან დემოკრატიულ სამყაროში საქართველოში დაწყებულ რეპრესიების ახალ ტალღას. დაკავებულების საქმეს ეხმაურება Amnesty International საერთაშორისო ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია, სადაც ისინი ვრცლად მიმოიხილავენ თუ როგორ უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს ქართული ოცნება ბოლო ერთი თვის განმავლობაში და ხაზს უსვამენ იმ დრაკონულ კანონებს, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩასახშობად და ეს დაკავებების სერიაც სწორედ ასეთ დრაკონულ კანონებს უკავშირდება. Amnesty International-ის შეფასებით და მათი მოწოდება არის ქართული ოცნების მიმართ, რომ დროულად იქნან გათავისუფლებული ყველა დაკავებული, რომელიც იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ასევე განცხადებები კეთდება ევროკავშირიდანაც. ანიტა ჰიპერი, რომელიც არის ევროკავშირის პრეს-სპიკერი, ისიც მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ დროულად გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს საქართველოში, რეპრესიებს, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ამ ყველაფერს უნდა მოყვეს შედეგი, წერს ანიტა ჰიპერი. ის წარმოადგენს ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი პოზიციაც. ასევე განცხადებას ავრცელებს კონგრესმენი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი, რომელიც სახელობითად მოიხსენიებს მზია ამაღლობელს და სხვა დაკავებულებს და ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული. ივანიშვილის ტყვე და ის საუბრობს კიდევ ერთხელ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი არჩევნების ჩატარება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის. მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს. დეკემბერში დაჩქარებულად მიღებული კანონები ფაქტობრივად ახდენს პროტესტის ისეთი სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი, როგორიცაა სტიკერების განთავსება საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების და განსხვავებული ხმების ჩასახშობად, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების ჩათვლით. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო. და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ. მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან ერთად არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. ჩვენ გვახსოვს ემანუელ მაკრონის ზარი ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მთავარი გზავნილი საფრანგეთის პრეზიდენტის სწორედ იყო ის, რომ პოლიტიკური პატიმრები დროულად უნდა გათავისუფლებულიყვნენ და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა კომუნიკაცია ივანიშვილსა და მაკრონს შორის, თუმცა ვინაიდან ივანიშვილმა უკან არ დაიხია, პირიქით კიდევ უფრო მეტი ტყვე დაამატა მის რიგებს დატყვევებულებს. შესაბამისად ეს კონტაქტი და კომუნიკაცია მათ შორის აღარ შემდგარა. მოკლედ ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად ვაბანკზე წასვლა გადაწყვიტა, ვინაიდან აქამდე ჩვენ ვნახეთ, რომ 51 პირი არის დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ამ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვდა მთელი ცივილიზებული სამყარო და ახლა პირიქით კიდევ დაამატა ივანიშვილმა ბაბილოსთან და ბათუმში დაკავებული ადამიანები, მათ შორის მზია ამაღლობელი, გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოკლედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ არავის მოწოდება არ გაითვალისწინოს და სრულისვლით წავიდეს რუსეთისკენ და მთელი ეს ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ჯო ვილსონმა, პრეზიდენტი, 47-ვე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გუშინ შედგა ეს კომუნიკაცია ჯო ვილსონსა და ტრამპს შორის და როგორც ჯო ვილსონმა დაწერა გუშინ სოციალურ ქსელში, მან დეტალურად უამბო ბიძინა ივანიშვილის რეპრესიების შესახებ დონალდ ტრამპს და ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანთან
მან კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებითაც ჩააყენა საქმის კურსში. ეს არის ძალიან საინტერესო ფრაზა ამ განცხადებაში და ასევე მან დეტალურად მოუყვა იმ წერილის შესახებ, რომელიც გავრცელა 53 პოლიტიკოსმა, ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ ევროპასა და ამერიკაში, რომ არ იქნას აღიარებული ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მოითხოვოს ყველამ ახალი არჩევნები და დამატებით დასანქცირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.